სომხეთში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მერვე სამიტზე ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უხელმძღვანელა, სადაც ირაკლი კობახიძესა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და საქართველოსთან გაუარესებული ურთიერთობის შემდეგ ლიდერები ერთმანეთს პირისპირ პირველად ესაუბრნენ. დიალოგი გაიმართა ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორისაც. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის მხრიდან სომხეთთან, საქართველოსთან და სლოვაკეთთან რამდენიმე მიმართულებით ურთიერთობების განბლოკვის შესახებ განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს. პირისპირ გაიმართა შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, იყო კომუნიკაცია ნატოს გენერალურ მდივანთანაც. ერევანში გამართულ სამიტს ეხმაურებიან თბილისში. შეიძლება ვერ აღიქვამთ რა ხდება სამყაროს ეს უცხო ბრძოლა აქვს ოკუპანტთან, რომელმაც ქართული მიწები აქვს ოკუპირებული და რა პრეტენზიები უნდა ქონდეს ამ ხალხთან, ვერ გაიცავენ საკუთარ ტერიტორიებს და იბრძვიან და ჩვენგან ითხოვენ იმას, რომ ანტიუკრაინულ პროპაგანდას ვავრცელებთ და მათ შორის მეორე ნაწილი რაც იყო ხა მნიშვნელოვანი, მიხეილ სააკაშვილი რომელიც იყო მათ შორის უკრაინის თავისუფლება უნდა გათავისუფლდეს და მესამე არის ჰუმანიტარული საკითხი. შეიძლება ორიგინალური ვიყო იმის თქმაში, რომ პრობლემად კი არ მიმაჩნია, პირიქით მიმაჩნია მნიშვნელოვან წარმატებად ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და თვითმარქვია ხელისუფლება, მაგრამ მაინც საქართველოს იქის წარმოადგენდა ამ მათ შორის დიალოგი შედგა, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მგონია, რომ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია უკრაინელების და ქართველების ურთიერთობა. საქართველოს ყოველთვის ვითხოვს ყველასგან ერთსა და იმავეს, რომ პატივისცემა მოხდეს ქართული ხალხისა და მისი არჩევანისა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. მათ შორის ვხედავთ უსამართლოდ მიღებულ სანქციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არავითარი პრაქტიკული შედეგი არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური განაცხადი, არაერთი განცხადებები გვახსოვს გაკეთებული, რაც არ შეცვლილა და ერთი შეხვედრა ერთი კონკრეტული ჩემი აზრით არაფერს არ ცვლის და რესურს დამოკიდებულება შეიცვალოს არა ჩვენი გუნდის მიმართ, არამედ ქართული ხალხის მიმართ და ელემენტარული პატივისცემა იყოს გამოხატული მაშინ, როდესაც ჩვენ სამხრივი მეგობრობის ფარგლებში ვრჩებით უკრაინის ხალხთან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ. წარსული წლების გამოცდილება მათ შორის ერთ-ერთი რამე, რომ ლამაზი სიტყვებად რჩება ხოლმე ხშირად, მთავარი არის რეალური ნაბიჯები უკრაინის მხრიდან. საქართველოს არ დაუსანქცირებია მათი პრემიერ-მინისტრი, მათი მოსამართლეები, მათი კომპანიები, პირიქით, უკრაინას ყავს დღემდე დასანქცირებული, მათ შორის ის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ასე გულთბილად კადრებიდან ყოველ შემთხვევაში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი. ასე რომ დაველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, ნახავთ რამდენად სერიოზული დამოკიდებულება აქვს უკრაინას საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღების ნაწილში. თუ კი რამე გაგვიკეთებია ჩვენ უკრაინისადმი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დადებით კონტექსტში მოსახსენიებელი, ჰუმანიტარული დახმარებიდან დაწყებული, დიპლომატიური პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. შეგახსენებთ, რომ თავად პრეზიდენტ ზელენსკიმ უკრაინის სანქციებულთა სიაში ყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მოუწია მისვლა ირაკლი კობახიძესთან და მასთან საუბარი. ასე რომ ფიქრობ, რომ ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართული ხალხის მიმართ და იმედს მიჩენს მე პირადად, რომ იმედია, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართული ხალხის წინააღმდეგ მოქმედება შედეგი არ გამოაქვს და ფსონის დადება იმ ძალებზე, რომელიც ქართული ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს. ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები, ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაკავშირებით, ყველა საბოლოო ჯამში იმედია, რომ გააცნობიერებს საკუთარი ნაბიჯის სიმცდარეს.